რა. სულ სხვა თემაზე მინდოდა ვიდეო ბლოგის გაკეთება, გულახდილად გეტყვით დღეს და ახლა ამ წუთას დილის ვიდეო ბლოგისა. გაგიფრთხილთ იმ თემასაც, ეს არის უკრაინის თემა, უკრაინის გარშემო ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. უკრაინის თემა საერთოდ ყოველთვის ტოპ თემაა, ბოლო 3 წელიწად ნახევარია. და კარგადაც მოვებზადე, მეთქი ახლა აუხსნი მაყურებელს ხდება უკრაინის გარშემო მეთქი საინტერესო სიახლეებია და მაყურებელიც საინტერესდება მეთქი თან ყურადღება მიქცეული მაქვს რომ მიუხედავად იმისა რომ საქართველოში ძალიან ცხელი წვავე პროცესებია ეს თემა ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს აინტერესებს და აქედან გამომდინარეც ვიფიქრე რომ აი ზელენსკის განცხადება იქ უცხოელთა განცხადება საერთაშორისო საზოგადოებიდან შეიარაღების თაობაზე უკრაინისა იქ რამდენიმე ისეთი განცხადება რომელიც პუტინს ეხება მეთქი ამაზე ვისაუბრებ მაგრამ ბოლო აი 15-20 წუთის წინ გადაწყვეტილება შევცვალე და უკრაინა არ იქნება ჩემი დღევანდელი თემა, დღეს დილის გადაცემის თემა, უფრო ზუსტი რო ვიყო, დღილის ვიდეო ბლოგისა, გადავდებ ერთი ბლოგი, ორი ბლოგი შეიძლება ჩავწერო სხვა თემებზე და უკვე მესამე მეოთხე ბლოგი იქნება სწორედ რომ უკრაინაზე. და გადავდე იმის გამო რომ ფრიად საინტერესო თემა უნდა შემოგთავაზოთ. ჩვენი დროის გმირებზე მინდა შემოგთავაზოთ. ჩვენი დროის გმირებზე მრავლობითში ან თუ გნებავთ ვიტყვი ამ შემთხვევაში მხოლობითში ჩვენი დროის გმირზე მინდა შემოგთავაზოთ ჩემი მოსაზრებები. ამ გმირს რა ჰქვია ჩვენი დროის გმირს ამას ოდნავ მოგვიანებით გაგიმხელთ და რომც არ გაგიმხილოთ აი თუ არ დავასახელოთ ისი გვარსახელი თქვენ თავადაც მიხვდებით. მაგრამ მე გადაწყვეტილება მივიღე რომ აი დაახლოებით 3-4 წუთში დავასახელო ის და მანამდე კი უნდა გავიხსენო აი თუ კოცი არა ხარ ან ბანდის წევრი არა ხარ ანუ უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი თუ არა ხარ ამ კოც ბანდისა ამ ხუნტისა რუსეთის აგენტებისა 1000 ეპითეტით შემილია შევამკო ისინი ამ ადამიანის ამ ლიტერატურული გმირის თაობაზე უთუოდ იცი ერთია და მეორე ამ ლიტერატურულ გმირს შენ გრძნობ ხვდები ვინ არის კონცეპტუალურად ბევრმა ან ზოგმა კოცთაგან ზოგმა ჩემზე უკეთაც იცის ვაჟა-ფშაველას ამ პერსონაჟის თაობაზე მე თუ ვიტყვი ახლა აი რაის რომ მოვინდომო რა აღვიდგინო და დავასახელო კი რა აღვიდგინო ერთი 5-6 ციტატას გავიხსენებ ჩემზე ბევრ ციტატას ალბათ გაიხსენებს ასე მაგალითად კონკრეტულად შემილია თქვა ასე მაგალითად ვასილ მაღლაფერიძე მაგრამ ვასილ მაღლაფერიძე აი ამ კოცურ ნარატივშია მიზესთა გამო ამაზე ოდესმე მოგვიწევს საუბარი რა არის ამის საფუძველთა საფუძველი მაგრამ კოცურ ნარატივშია და ვასილ მაღლაფერიძე შეუძლია მე თუ 5 ციტატის მოშველიება შემილია მას ხათ შეუძლია 12-ის ან 7-ის მაინც ხა ლიტერატორი კაცია და ჩემზე ბევრჯერაც წაუკითხავს არა მხოლოდ ზოგადად ვაჟა-ფშაველა არამედ სტუბარ ბასმინძე იქ გახსოვთ თქვენ ზვიადაური უნდა წაიყვანონ დასაკლავად სასაფლაოზე და ესე ეუბნებიან რომ დარლამსაც შეეწირები და ზვიადაურის ესეთ კონცეპტუალური პასუხი რაც პირველ ყოვლისა გახსენდება არის ამგვარი ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისა და არ ტყდება ზვიადაური გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა გული გულად ვერ რჩებოდა არ მინდა შემეშალოს და ასია ნუღარ მახედებთ ახლა გუგლით ვერ ნუღარ მომაზებინებს სტუბარ ბასმინძლის ამ ეპიზოდს ატომ გამახსენდა ახლა მე ზვიადაური ლიტერატურული გმირი რომელიც მაგალითს გვაძლევს იმისა როგორ უნდა იცხოვროს საზოგადოებამ და როგორ უნდა იცხოვრონ საზოგადოების ინდივიდები მაგრამ ყველა ასე ვერ იცხოვრებს რასაკვირველია ამ შემთხვევაში ეს იქნება ყველამ ასე რო იცხოვროს ეს იქნება ნორმა და ნორმიდან გადახვევა ნორმაზე უარის თქმა არის მახასიათებელი პრაქტიკულად ყველა იმ ლიტერატურული გმირისა რომელსაც გვაცნობს ჩვენ ვაჟა-ფშაველა ამ შემთხვევაში ზვიადაურზე ვილაპარაკეთ ამავე პოემიდან უნდა ვისაუბროთ რასაკვირველია ჯოყოლაზე და რასაკვირველია უნდა ვისაუბროთ ჯოყოლას მეუღლე აღაზაზე და აი სხვა პოემაში შეგვიძლია რასაკვირველია ნუ პირველ ყოვლისა უნდა გავიხსენოთ რასაკვირველია ალუდა კეთელაური რომელიც თემს რაც წადია იმას არ იქმს ხო
თავის თემობის წესითაც წადია იმ თემს და იმას კი არ იქმს. კარგი. ეხლა მე ჩემი რაღაც ლიტერატურული ცოდნები რომ გაგიზიაროთ, მით უფრო რომ ბევრმა რასაკვირველია ის ასე მაგალითად ლევან გიგინეიშვილმა ბევრად უკეთ იცის ვაჟა-ფშაველა ვიდრე მე. მაგრამ ლევან გიგინეიშვილი ვასილ მაღლაფერიძის არ იყოს ჩემი აზრით და ობიექტურადაც ჩარჩენილია ამ კოდსურ ნარატივში, აი ის სულისკვეთება, რომელიც არის თუ ერთ თუ მეორე პოემაში და თუ საერთოდ ვაჟასთან და თუ საერთოდ ქართულ ლიტერატურაში თითქოს ლიტერატურაშივე ჩატოვეს მათ. ეს ხო კარგი პოემა, აქ ხო კარგი რითმა, აქ ხო მაგრამ ეს ხო კარგია, მაგრამ ეს ოდენ ლიტერატურაა და არავითარ შემთხვევაში არ არის ყოფა, ცხოვრება. მე კი ვსაუბრობ და ეხლა უკვე გაგიმხელთ მზია ამაღლობელზე. მზია ამაღლობელზე, რომელიც ჩვენი დროის გმირია, მეთქი ამას ხაზგასმით ვამბობ. ერთხელ რამდენიმე ვიდეობლოგის წინ მე ვთქვი და ახლაც ამავე აზრისა ვარ, რომ მზია ამაღლობელი თან პროფესიებიც ემთხვევა. ხო არის ჩვენი დროის ნაზი შამანაური. ნაზი შამანაური, რომელიც ვერ გატეხა საბჭოთა ხელისუფლებამ, რომელმაც ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე, იცით თქვენ, რომელსაც ამბობდნენ და ასეც დაუწერეს, რომ ის ფსიქიკურად შეშლილი იყო და რომელიც დავიწყებული ჰქონდა ერთის მხრივ საბჭოთა საზოგადოებას, მაგრამ რო გამოხდა ხანი 90-იანი წლებიდან, აი რა 5-6 წელიწადში მისი ამბიდან ხო ეს ნაზი შამანაურის თაობაზე ყველამ გაიგო და ყველამ მიხვდა იმას, რომ სულაც არ ყოფილა ეს ქალი შეშლილი, როგორც საბჭოთა პროპაგანდა მასზე ლაპარაკობდა. და ის იყო ჩვენი დროის, კი არა, იმ დროის გმირი. აი მზია ამაღლობელი, რომელსაც ასაკვირველია გადარჩება, ხო, ნაზისაგან განსხვავებით, ჩვენი დროის ნაზი შამანაურია, მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ აი ხა იგივე გვარსახელი ვარ გავიმეორო, ჩვენი დროის მზია ამაღლობელი არის ჩვენი დროის მზია ამაღლობელი. დოჩანაშვილს აქვს ასეთი სიტყვა, ნათქვამი, რატო გამახსენდა, არ ვიცი. მეო დიდი ხანი ვფიქრობდიო, ესეც ამი დავწერეო, ღვთისმშობელი ლამაზია და მრავალწერტილი და როგორი ლამაზია, რაღაცას ხონდა შეადარო, მარია ღვთისმშობელი და გურამ დოჩანაშვილს ხონდა ესეთ თვისება, რამდენადაც მახსოვს და მე მინახავს მე თავადაც უშუალოდ ბატონ გურამთან ურთიერთობაში, რაღაცას რო დაწერდა და 100 რომ შეეშლებოდა, მე ამ მთლიანად ამ ფუცელს ხელი წერდა. ხო, ამ მოისროლიდა ხოლმე და მე თავიდან 100 შეეშალა, ხო, 1 არასწორად დასვა წერტილზე. ხო, სასვენი ნიშანი და მოისრვიდა ხოლმე და აქო გავჩერდიო და დაწერილი აქვს ღვთისმშობელი ლამაზია, როგორც და არ მახსოვს ეხლა ერთი თვე თუ ორი თვე ვიფიქრეო როგორი ლამაზია, რაც უნდა შეადარო, ეხლა მზეს შეადარო ძალიან ბანალურია პირობითად ლაპარაკობ ხო მზეს. და ასე შემდეგ, თან ეხლა გურამ დოჩანაშვილისაგან თორე ეხლა მე რომ ღვთისმშობელი ლამაზია შემომეწეროს, ღვთისმშობელი ლამაზია როგორც რაღაცა მე ბანალურ გამოსავალს ნახავ და ვიტყვი რომ ღვთისმშობელი ლამაზია როგორც ზე, ან რაღაც დედამიწა, ან პლანეტა, ან ამის კოსმოსი. ბანალურია. და გურამ დოჩანაშვილმა მოძებნა ასეთი სიტყვა, ღვთისმშობელი ლამაზია როგორც თვითონ. უსაინტერესოესი მიგნებაა, ხო, ბევრს შეიძლება ვერც გაიგოს ეს. მაგრამ უსაინტერესოესი მიგნებაა და 9 წუთი გავიდა მე მზიაზე მინდა ვილაპარაკო და აგე გურამ დოჩანაშვილზე გამექცა სიტყვა. მზია ამაღლობელი ლამაზია როგორც მზია ამაღლობელი. მზია ამაღლობელი თავისთავადია, თვითმყოფადია, განუმეორებელია. განუმეორებელია იმიტომ, რომ და ეხლა ერთ ამბავს კი ამბობთ, იცით თქვენ რომ სასამართლო პროცესები იმართება და სასამართლო პროცესები უახლოეს ხანებში დასრულდება, განაჩენი გამოტანილი იქნება. მაღალი ალბათობით გენერალურ პროკურატურად წოდებული ხელისუფლების დანამატი უკვე მოითხოვს შემდგომში ან უფრო ზუსტი რო ვიყოთ უგნებათ ასე ვიტყვი სასამართლოდ წოდებული და გვარიც ვიცი ცხადია მოსამართლისა უნდა ჩავხედე უბრალოდ მოსამართლე გამოიტანს განაჩენს და მას მიუსჯის 7 წელიწადს. აი გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა და გელასაც ჩავხედავ თქვენის ნებართვით გელა უფრო კარგად წერს ცხადია ხო რომელიც ყოველ თბილისშვილი რომელიც ყველა სასამართლო პროცესებთან ერთად ესწრება გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა
უკაცრავად მოსამართლედ წოდებულმა სახელაშვილმა, რომელიც სანქცირებულია, ეგრა მაგის პასუხია. ხო, ამასობაში ზვიად ქორიძეს მიმართა და ამაზეც ვილაპარაკებთ მომასწარი. მაგრამ მოკლედ პროკურატურის წარმომადგენელმა გოგეშვილმა ეს უნდა მეთქვა, თქვა ამგვარი რამ, რომ ზია ამაღლობელთან საპროცესო შეთანხმებას გავაფორმებთ. ანუ პროკურატურა მოდის ჭყალებში. თითქოს დათმობაზე. ჩვენ თანახმა ვართ, რომ ზია ამაღლობელი და გავანთავისუფლოთ, საპროცესო შეთანხმება გავაფორმოთ, თუ დაზარალებული პირი და დაზარალებული პირი, ანუ ის საგვარია ის არამზადა გებუაძე თანახმა და ის თანახმა პრინციპში და ადვოკატი თუ მოგმართავს, უმოკლეს ვადაში გავაკეთებთ ამას. ანუ როდესაც განაჩენის დღე დადგება, ამ დროს კიდევ ერთხელ გამბოვა თუ ამასობაში მოხდება ეს პროცესი, თუ შედგება ეს პროცესი, ეს გარიგება, ეს შეთანხმება და პროკურატურა მოითხოვს, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს და მზია გამოვიდეს საპატიმროდან. გელაწერს და სწორია. რაზე ედავებიან გავიხსენოთ? სილის გაწვდაზე გებუაძისათვის. სილა არ გამიწნიაო, მზია არ ამბობს ამას. არ მზია რომ თქვას არ გამიწნიაო, ჩვენ ყველას ნანახი გვაქვს, როგორ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მნას, როგორ დაარტყამს კი არა, როგორ მიარტყამს მზია, რომელ ლოყაში არ მახსოვს, გებუაძის დღემდე წითელი რომელი ლოყა, მეო მივარტყიო, მეო გავაწანის სილაო, მზია არ უარყოფს ამას, უბრალოდ მზია ამბობს და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არც ერთ შემთხვევაში არ არის 4-დან 7 წლამდე. არც ერთ შემთხვევაში არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და არც ერთ შემთხვევაში არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და არ შეიძლება ითვალისწინებდეს პატიმრობას 4-დან 7 წლამდე. პროკურატურა გამოდის და ეუბნება მზიას ახლა და მის ადვოკატს. თუ გებუაძეს თანახმა იქნებოდა და გებუაძე თანახმა იქნება, რაც საკვირველია, იმიტომ რომ მას დაარიგებენ ამ ანტი-ანწუხელიძე კაცს, ანტი-ზვიადაურ კაცს თუ გნებავთ ასე ვიტყვი. სრულ ანტიპოდს ზიასის, ზვიადაურისა, შამანაურისა და სხვებისა, ანწუხელიძისა. ამ შემთხვევაში ჩვენ საპროცესო შეთანხმებას გავაფორმებთ და ზია განთავისუფლებული იქნება. ოღონდ მან უნდა აღიაროს, რომ სისხლის სამართლის საქმე, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. მე არ ვიცი, გულახდილად გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, მე ზიას არ ვიცნობ, აქვე ბარემი ვიტყვი. მე ვიცნობ მის კომაგებს, მის მხარდამჭერებს, გელას ვიცნობ, ზვიას ვიცნობ, სხვებს და სხვებს, მაგრამ მე პერსონალურად მზიას არ ვიცნობ. მიუხედავად იმისა, რომ ისიც 10 წლებია ამ სფეროშია, ჟურნალისტიკაშია, მაგრამ მეც 10 წლებია. მე მზია გავიცანე, ეს შორიდან გავიცანე, ასე ვიტყვი, მზიას და ეთერიც. აი ახლა აი ამ ამბების გამო, ხო, განა არ მსმენია მათ თაობაზე, არ მსმენოდა, მაგრამ მე მისმა შიმშილობამ კიდევ უფრო რაღაც სხვა სიმაღლეზე აიყვანა ეს ქალბატონი. ახლა მზია რა უნდა ქნას? ერთის მხრივ არის ამგვარი არჩევარი. მან უნდა თქვას, რომ არა, არავითარ შემთხვევაში მე არა ვარ თანახმა ვაღიაროს საკუთარი ბრალის სისხლის სამართლის ნაწილში და მეორე გზა არის არ აღიარებს და იქნება მას მოსამართლე წოდებული სახელაშვილი, რომელიც სანქცირებულია მაღალი ალბათობით მიუსჭის 5-6-7 წელიწადს, 7 წელიწადს მაღალი ალბათობით და მეორეა რომ აღიაროს და თქვას რომ გამიშვით. მე ვერ გეტყვით ახლა ეს ცნობა სწორია თუ არა, მაგრამ ხო, სხვაგვარად ვიტყვი. ზიამ რო აღიაროს ეს ყველაფერი. მე ჩემთვის პერსონალურად ეს იქნება ნებისმიერ შემთხვევაში პატივსაცემი განაწყვეტილება ქალისა, რომელიც ამდენი ხანია ამ ჯოჯოხეთურ რეჟიმში, ამ ჯოჯოხეთურ რეჟიმს ტყვეთ ხავს. და ამ ჯოჯოხეთურ რეჟიმს გადავალ სხვა თემაზე და იმ წინააღმდეგობასაც ვიტყვი, სჭირდება არა მხოლოდ აღიარება, არამედ პირდაპირი და არა ირიბი ბოდიში. გიბოდიშებთ გებუაძე, რომ ეს გავაკეთე. ამათ უნდათ დამონებული და გაუბედურებული, ხმა გაკმენდილი, დაჩაჩანაკებული, ღირსება შელახული ადამიანები. ისევ ვაჟას რომ მიუბრუნდე, რა უნდა? ზვიადაურის დამსჯელს. ზვიადაურის დამსჯელს უნდა რომ ზვიადაურმა მოიხაროს ქედი, დახაროს თავი. ეს უნდა.
ამ შემთხვევაში თითქოს ცოცხლდებიან პერსონაჟები. იმიტომ კი არ მევიდეს ვადარებ ხა, ზვიადაური რასაკვირველია რაღაც ჰეროიზმის ლიტერატურული პერსონაჟია. მაგრამ ჩვენ სინამდვილეში ეს დრამა, ეს ამბავი მეორდება ამ ბანდას, ისევე როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებში უნდა მასპინძელში უნდა რომ ჩაჩანაკებული, გაუბედურებული იყოს ინდივიდი. ვაჟა გადაწყვეტილებას იღებს სწორს, რასაკვირველია კონსიმპტომარი ვაჟა, ხო? სწორ გადაწყვეტილებას არ აჩაჩანაკებს სიკვდილის მიუხედავად. არ აჩაჩანაკებს, არ აუბედურებს ინდივიდს. სხვა შემთხვევაში ალუდა კეთილაურს, რომელიც ტოვებს, ხო? ყველაფერს ტოვებს, მიდის. არ აჩაჩანაკებს ვაჟა, ისე ვაჟაზე რო არის უნდა ვთქვა ორი სიტყვა, არც ჯოყოლას არ აჩაჩანაკებს, წარმოვიდგინეთ, არც აღაზას, რომელიც დაბრუნებული სასაფლაოდან ბრუნდება მეუღლესთან და ეს ეკითხება სად იყავიო და თავის როხა ცხარი გავდევნეო, ხო? საქონელი გავდევნეო. დევნიდიო. და შესანიშნავად ხდება ჯოყოლა ალხას დაიძე რომ სადაც იყო და მე ეუბნება იმ ცნობილ სიტყვებს ხა აღარ გავიმეორებ ხა მაინც და მაინც ბანალურობაში რო არ გადამიგეზა აქ უნდათ რომ დაჩაჩანაკდეს მზია რა გადაწყვეტილებას მიიღებს მზია მოკლედ ამ თემაზე ვილაპარაკოთ ვერ გეტყვით მაგრამ ჩემთვის ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება იმ ქალბატონისა რომელმაც თვალეჩინი ერთ თვალში სრულად და მეორე დაკარგა და მეორე თვალში კი 10% ით თუ იმზე ხედავს ხო აქვს თვალეჩინი ჩემთვის ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება პატივსაცემი. მაგრამ გული კი მიგრძნობს მეთქი ასე ვიტყვი რომ საკუთარ ადვოკატებთან კონსულტაციის გარეშე მზია როგორც ჩვენი დროის გმირი იტყვის უარს პროკურატურის ამ შემოთავაზებაზე. ბარემ ვიტყვი რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით 2 თუ 3 პროკურორი ხო ეწრება ხოლმე ამ სასამართლო სხდომებს და მე ვუბოდიშებ ჩემი რაღაც იმის გამო რომ ვერ ვახერხებ და ასე შემდეგ სულ მინდა წამოსვლა და ვერ მოვახერხე ვერას დიდე. რატომში მეგობრებს უბოდიშებ და მის ახლობლებს. თუ აი დარბაზში ვიჯდე უკან და ეხმალა ჩემი თვალით ვნახო ეს ყველაფერი. და მეორე პროკურორს თქვენ სხვა რამე განსაკუთრებით იგი მოვითხოვთ ჩვენო კანონის სრული სიმკაცრით აღსრულებას. ანუ ერთი პროკურორი ერთი ზის, მეორე ზის, ერთი არის თითქოს ისეთი აი ლოიალური სწორი სიტყვა, ხო, რომელიც თანამშრომლობაზე მოდის და მეორე კი ყველაზე უფრო მკაცრია, ვინც კი შეიძლება იყოს. ამასობაში ამ სახელაშვილმა ზვიად ქორიძეს ცოტა სასაცილო ამბავია, ამას ზვიადის შვილის წერს და გელას წერს სანქცირებულმა მოსამართლემ თურმე მიმართა წინასხდომაზე, ხო, მიმართა ზვიად ქორიძეს და უთქვამს ამგვარი რა ამ სახელაშვილსო წინასხდომაზეც თქვენს ასაკს მეცი პატივი და არ გაგაძეევთო ზვიადი აბსოლუტურად გათეთრებული კაცია, ჭაღარა შერეულიც არა, უფრო მუქფერ შერეულით მასა თუ წვერში ზვიადს უპასუხია რა შუაშია ჩემი ასაკიო სახელაშვილს უთქვამს ეგრევე დატოვეთ დარბაზიო მზიას შეუძახია ზვიადისთვის მადლობა ზვიადო ზვიადსაც უთქვამს თავისუფლება მზიასო ხო თავისუფლება მზიას ესეც თქვა ამასობაში პარალელური პროცესი მიმდინარეობს ისიც თქვენ რომ და ეს ძალიან საინტერესო პარალელური პროცესია ნახეთ რას აკეთებს ეს ჯოჯოხეთური ბანდა ხელისუფლება მათ დააყადაღეს ბათუმელების ანგარიში. აი იმ მედია გამოცემისა, რომელიც სათავეებთანაც იდგა, ახლაც დგას და მომავალში სასაკვირველია იქნება მედია საშუალების ღერთი ხელმძღვანელთაგანი, სწორედ მზია ამაღლობელი დამოუკიდებლად იმისა მზია სად იქნება საპატიმროში თუ გარეთ. დააყადაღეს ანგარიში რის გამო ხალხო? რომ ამ ბათუმელებს უდაოდ საუკეთესო მედია გამოცემას აქვს საგადასახადო დავალიანება 47,000 ლარი საურავი და ჯარიმა 300,000 ლარამდე, ანუ 47,000 აქვს და ამას დაემატა და ეს გადაიფსო ასე ვიტყვი კიდევ 300,000 ლარით. აქვე უნდა გაგახსენოთ რომ არის მედია საშუალებები, მეინსტრიმ მედია საშუალებები განსაკუთრებით იმედი და განსაკუთრებით რუსთავი 2, რომლებსაც 47,000 და მე 300-ია 347 თუნდაც 347 კი არა.
არ ვიცი სად ეწერა თუ არ ვცდები ამავე გელასთან, მაგრამ ნამდვილად მოვახერხებ ჩასქროლვას არ ვიცი და თუ გდებავთ ეხლა ვეცდები კია. ხო? შესაძლოა სტატუსია. ხო, აი აქ წერია, დიახ. ესე იგი, იმედს ქონია 16 მილიონი დავალიანება ლარი და რუსთავი-ორსკი 25 მილიონი ლარი. ან 47-ით, თუნდაც 347,000 ლარის გამო ზღუდავენ მედიას საშუალებას, რომელშიც მზია მუშაობს, გააცნობიერეთ. მაშინ, როდესაც გაცილებით უფრო გავრცელებადი ცუდი სიტყვა არასწორი. მაგრამ დიდ არეალს რომ მოიცავს და მეტ მაყურებელს თუ მკითხველ მაყურებელს საზოგადოების დიდ ნაწილს რომ სწრდება იმედი ოღონდ სახელისუფლო ანტიმედია და რუსთავი-2 ასევე ანტიმედია და ამის თვალსაჩინოებაა გუშინდელი ასე მაგალითად გუშინდელი ინტერვიუ ირაკლი კობახიძესთან ნინო შუბლაძისა და ამის თვალსაჩინოებაა ისა პროცესები რა პროცესების მიმდინარეობს რუსთავი-2-ში ანტიჟურნალისტიკის კორიფეები ბჭყალებში რომ მიბრძანდნენ იქ ხელმძღვანელთან ამდებობებზე დამატებით რაც სჭირდა რუსთავი-2-ს ხერთი უბედურებაა მაგრამ კიდე ანტიჟურნალისტიკის კორიფეები ბადწოდებულები რომ მიბრძანდნენ და ისინი განსაზღვრავენ საინფორმაციო პოლიტიკას ეს კიდე მეორე უბედურებაა მოკლედ რაც არის ერთს ანუ იმეს 16 ხოლო რუსთავი-2-ს 25 მილიონი აქვს ოღონდ ამათ არავინ არ აყადაღებს ეხლა რატომ დააყადაღეს ეს თქვათ გარდა იმისა რომ მზიას ებრძვიან და მზია არ უყვართ და ასე ეს გავიგეთ დააყადაღეს იმიტომ რომ რამდენიმე ხნის წინ სწორედ ბათუმელებმა გამოავლინა აშკარავა ამბავი ერთი რომ დგებუაძე როა ის ანტი ზია ანტი ანწუხელიძე ანტი კეთელაური ანტი ზვიადაური კაცი და ავიცი სწორი შეფასება თუნდა გავაერთიანოთ ორი სიტყვა და შევაერთოთ ხო არა კაცი ანუ არა ცალცალკე არა კაცი არა ეგრეთ წოდებული პრაბელი და მერე კაცი არამედ არა კაცი ერთი სიტყვა აი ამ დგებუაძე არა კაცმა ხო არა კაცის მეგობრის ბარკაფეში ხო იყიდებოდა ნარკოტიკული საშუალება გადაეკიდნენ ამის გამო ეს დგებუაძეა სხვათა შორის რომ ითხოვს დღემდე რო სტკივა ლოყა ასე ვიტყვი მაგრამ ეს დგებუაძეა რომ ითხოვს პირდაპირ თუ ირიბად და უფრო პირდაპირ დასაკვირველია ბოდიში მოიხადოს გატეხი გატყდეს მზიაო რა უნდა საერთოდ ამ ხელისუფლებად წოდებულ ბანდას ამ ხელისუფლებად წოდებულ ბანდას უნდა რომ სულ იყოს თავჩაქინდრული ჩვენ ვიყოთ არაკაცების ქვეყანა და ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდის სურვილი კი არ არის ეს ოდენ ეს არის დასაკვირველია შეკვეთა მოსკოვიდან რომ ჩვენ ღირსება აყრილი საზოგადოება ვიყოთ ღირსება აყრილს წარსულში თუნდაც 1 2 3 7 შეცდომიანს მერე გამოსწორებაც რომ მოუნდეს და თქვას რომ ხო აი მე ახლა უკვე ამ ტალღაზე ვარ საზოგადოებას ამ ინდივიდებს ხო იმ საზოგადოებას აუცილებლად და ინდივიდებს აუცილებლად შეახსენებენ შენის არა ხარ მზია ბოდიში რომ მოიხადე ამიტომ მზიას თუ ბოდიშს მოიხდის და მე ნებისმიერ მის გადაწყვეტილებას აკითხავ სემპათიებს თუ ბოდიშს მოიხდის არა თუ საპროცესო თარიგებაზე წავა მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას სემპათიებს და ვიტყვი რომ ხო იცი რა თვალის ჩინ დაკარგული ადამიანი რომელსაც 7 წელი ემუქრებოდა პრინციპში რომელიც თქვენგანი ხართ მასზე უფრო მაგარი ბედგი მაგრამ ხელისუფლებას ეს იმიტომაც სჭირდება მზიას მიერ ბოდიშის მოხდან საპროცესო გარიგებაზე წასვლა რომ მზიას ხვალ ხმა არ მოეღებოდეს მან დაასიოს მისივე ხელისუფლებამ დაასიოს მისივე რუსთავი-2-ები და იმედები და უთხრა ნამზიას შენი ხარ ეს არა ხარ რომელიც გატყდიო თითქოს თავად პაპუაშვილები და სხვები არამზადობის და არა კაცობის თვალსაჩინოებები არ იყვნენ ამიტომ მე მაინც მგონია რომ მზია უარს იტყვის თუმცა კვლავ ვიმეორებ და ხაზგასმით რომ მზია რასაკვირველია მზიას ნებისმიერი გადაწყვეტილება რასაკვირველია პატივსაცემია ხო აი ხა გელას ამბებს ვკითხულობ ამასობაში ხო გელას ვსკროლავ და ერთი ამბავი ხო 14 ივლისსაც გამოაქვეყნა ხო სტატუსის დაწერა გელამ ეს მანამდე მე ნახვა იმაკ ორი სიტყვა და ეს სწორედ გებუაძეს ეხება რომელმაც წყალი არ მიატანინა მზია ამაღლობელისათვის და შესძახა თურმე მაშინ რომ დე ჩაიფსასო ამათ უნდათ ჩაფსმული ხმაგაკმენდილი და დაანგრეული საზოგადოება.
ხო, კიდევ ის თქვა მინდოდა, არ ვიცი. პირველი თქმაც აღარ არის საჭირო ალბათ. მე მინდა უბრალოდ კარგად ამგვარი ტერმინი არსებობს ჟურნალისტიკაში, ან თუნდაც რაღაც ყოფიერებაში, ხო? განვეშოროთ, ზუმა ვთქვია, განვეშოროთ ამბავს. აი ეს ამბავია, ამას ესე დეტალურად დავაკვირდეთ, ცხადია, აშმაკი დეტალებშია, ოდესღაც ვკითხა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, მაშინ პრეზიდენტი არ იყო და სხვებმაც თქვეს რასაკვირველია, აშმაკი დეტალებშიაო, ხო? სადაც ხო ზურაბიშვილმა სხვა რამე თქვა, უკვე აშმაკი მოკლედ დეტალებშიც არის, მაგრამ ხანდახანზე ხშირად ჩვენ უნდა ამ საგანს ამბავს მოვლენას დავხედოთ ზემოდან, ისტორიული პერსპექტივით. და ისტორიული პერსპექტივიდან როცა გადმოვხედავთ ამბებს 2000-იანი წლების საქართველოსი და განსაკუთრებით თქვა ბოლო 2-3 წლის მოვლენებს, ჩვენ კარგად დავინახავთ ვინ არის მართალი. არა ეს არ ნიშნავს რომ კარაქიანი პური არ გჭირდება დღეს, გჭირდება კარაქიანი პური. რასაკვირველია, ხიზილალიანი იქ რო გჭირდება იქნება და შავ ხიზილალიანი. მაგრამ შავ ხიზილალიანი პურიც და კარაქიანი პურიც კი უკან მოგრჩება თუ ჩვენივე შთამომავლები დაგვაფურთხებენ. პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება არ ამოგთხარონ საფლავებიდან, მაგრამ ალბათ არ ამოგთხრიან, მაგრამ დაგვაფურთხებენ, ანუ ჩვენი გაგონებაც კი არ მოუნდებათ. აი, ამბავიც ის არის, როცა დახედავ ამბავს, ამ დღევანდელ პროცესებს, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ და ახლა მზიაზე არ ვიტყვი, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ საზოგადოებაში საბედნიეროდ არიან ადამიანები, არა მარტო საპატიმროში მყოფები, აქვე ვიტყვი. არამედ ადამიანები, ვინც საპატიმროში სულაც არ არიან, მაგრამ დგანან ბრგედ ყოველ შემთხვევაში დღეის მდგომარეობით, ხო? ამბავიც ის არის, რომ შთამომავლობა მათ რომ გადმოხედავს, მათ უკვე მომავალში ბებია ბაბუებს, ხო, ან დიდ ბებია ბაბუებს იამაყებს მათი ყოფნით, წინაპრების იმგვარი თუ ამგვარი პოზიციით, მაგრამ არსებობს აი ეს ხო ჩვენ ხო რაღაც გახლეჩილი საზოგადოება ვართ, ხო? ნორმალური არა ვართ, მეთქი ასე ვიტყვი. ფსიქიკაც ჩვენი ძალიან შერყეულია. ხო, არსებობს მეორე საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელსაც დააფურთხებს შთამომავლობა, უთუოდ დააფურთხებს. აქ არ გულისხმობ მარტო რაღაც საჯარო პირებს, პოლიტიკოსებს, ასე მაგალითად ქართული ოცნებიდან, ხო? ან არ ვიცი, ნებისმიერ ქართული ოცნების მომხრე, აი ცნობილ პირებს. ხო? მე გულისხმობ ადამიანებს, რომლებმაც, აღარ მინდა ხა ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი, მაგრამ რომლებმაც ხმა გაიკმიდეს. ხმა გაიკმიდეს და როდიში ერთი წუთი რაღაც და ჩავხედო და ამიტომ ჭირდება ეს ამე არ წამიკითხავს. აქამდე ოი წაუშლი ვარ. ეს შეიძლება ერთ წუთს ესეა ბოდიში. არა, ერთ წუთს შეიძლება ესეა. არ წაუშლი ვარ ბოდიში. კაი, არ წავიკითხავ რა ამ სრულიად არაადეკვატური ოდესღაც ჩვენი ეგრეთ წოდებული ბაბლის წევრის სტატუსს ადამიანები გატყდნენ, ესეც არის და ადამიანები შევიცანით თურმე ამ არაორდინალურ ჟამს, ესეც არის. მძიმეა ამის აღიარება, მაგრამ მაინც სიამაღლებელს გაუმარჯოს. ნებისმიერ შემთხვევაში გაუმარჯოს ჩვენი დროის გმირს, ქალს, რომელზეც შთამომავლობა იტყვის, რომ აი ამის მსგავსი კი არ იყო. ახალი ნაზი შამანაური ან ჩვენ იმ დროის ნაზი შამანაური კი არ იყო. ეს მზია ამაღლობელია. და უკვე რაც გააკეთა მზიამ, უკვე რაც აქვს გაკეთებული. ხო, ამის მიხედვითაც რომ განვსაჯოთ, მზია რასაკვირველია ეპოქალური პირია. ნახვამდის.